მოგესალმებით. დღეს ჩემი საავტორო გადაცემაა წამი. წარსული აწყო მომავალი იმოქმედა. დღეს თუნდაც მოვიწვიე მკვლევარი სოსო ოტიაშვილი და მასთან მინდა ერთ-ერთი ძალიან საოცრად საინტერესო ამბავი გამეხილო, რომელზედაც ჩვენ წლების განმავლობაში მოგვიწია საკმაოდ რმა კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე იმდენად საოცარი დასკვნების გაკეთება მოგვიწია შემდგომში, რომ მე მგონი არ იქნება სწორედ ჩვენი მხრიდან, რომ ეს თემა ჩვენი მაყურებლის სამზეოზე გამოსამზეურებლად არ გამოვიდაროთ. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მე მგონი დღეს ჩვენ ეს. ჩემო სოსო, თემა ვინაიდან მრავალშრიანია, ამიტომ როდესაც ამ თემაზე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, მინდა რომ ეს მაყურებელს თავიდანვე რაღაც მოკლე დაიჯესტის სახით უთხრათ, იმიტომ რომ ყოველი გადაცემა დამოუკიდებელ თემატიკას ეხება და ძალიან რთული იქნება, რომ ის წინა გადაცემების, ასე ვთქვათ, სრული რეზიუმე შევკრათ. ეს ალბათ ყოველ მორი გადაცემას დაჭირდება საკმაოდ დიდი დრო. ამიტომ ვისაც არ აქვს ნანახი ჩვენი წინა გადაცემები, რომელიც უშუალოდ ეხება ბაღის მოწყობას, იგივე ფუტურის ოჯახის თემატიკას, ქათმის თემას, დღეს მინდა რომ ცოტა შევაჯამოთ, იმიტომ რომ ამ გარდა ამ ბაღისა და საკუთარი ეზოკარის მოწყობისა, რა თქმა უნდა, ნორმალურ ქრისტიან ადამიანს, ოჯახს უნდა გააჩნდეს თავის საკუთარი საძოვარი. დღეს ჩვენ გვექნება საძოვარზე, გვექნება შინაურ ცხოველთა საუფლოზე, გარეულ ცხოველთა საუფლოზე საუბარი და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე, ალბათ ბუნება როგორც იტყვია, მბრძანებელია და გენიალურია თავისი მოქმედებით, რამე თუ მის უკან დგას შემოქმედი, ვისაც ჩვენ ღმერთს ვეძახით. მოდით ჩვენ უფრო მარტივი ერთეულიდან დავიწყოთ, რატომღაც სიმბოლურად დაემთხვა ჩვენი გადაცემის სათაური წამი და მინდა პირდაპირ, ვინაიდან ამ თემაზე ჩვენ გარკვეული მოსაზრებები უკვე ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემო სოსომ, თქვათ რა არის წამი, რა არის ერთი წამი და ამაზე უმერე იქნება შევხვდეთ უფრო პრაქტიკული საუბარი და მთავარი თემის უფრო ღრმად მერე გახსნა და განშლა. Ეთილი მოგესალმები, ალექსანდრე, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. წარმოვიდგინოთ ამდაგვარად რამდენი წამი არის ერთ დღეღამისში. გამოდის 86,400 წამი. ადამიანმა რომ იცხოვროს ღვთისმიერული წესით, როგორცაა დატოვებული, 100 წელი მაინც. გამოდის რომ სადღაც 3 მილიარდ წამზე მეტი უნდა იცხოვროს, თუმცა რეალურად სადღაც 2 მილიარდი წამის ფარგლებში ვართ. სტატისტიკურად საინტერესოა აქ სხვა რამეა, იმ ერთი წამის აღქმა, შეფასება როგორ გავაკეთოთ. წარმოვიდგინეთ ასეთი რამ, იმ ერთ კონკრეტულ ლოკალურ წამში რა სახის ენერგია მოდის მზიდან. ახლა ფიზიკურ ენაზე რო ვთქვათ ეს რაღაც არ ვიცი ეს ფიზიკოს მოუკეთიციან და რა ერთეულში ჯოულებში აღწერა რა საკუთრებია, მაგრამ რა უნდა ვიხმარო ჯოულის წინ კიდე რაღაც ორ შემთხვევაში დაუთვლელია ახლა ეს. ძალიან დიდი მაღალი ხარისხით ამასწავლებს მეცნიერები და თავდაცვის. ეს სინათლე რაც მოდის, ეს ენერგია რაც მოდის ზემოდან იმ კონკრეტულ წამში და ეს რა თქმა უნდა ეფინება შემდეგ დედამიწას. ამ დედამიწის შემთხვევაში არის ნიღები, რომელიც ისრუტავს სრულად ამ ენერგიას და საოცარ მატერიას ფლის. ამაზე ალბათ ძალიან ესე გასაგებიანითაც რომ კიდევ უფრო გავშალოთ ის არის. სხვანაირადაც შეიძლება ალექსანდრე ქლოროფილის წარმოშობა, ბალახი, მცენარე, ყველაფრის საწყისია, რასაც ჩვენ შემდეგ დავაკონკრეტოთ თუ გლებავთ, უბრალოდ ასე ვთქვათ გარკვეული რაღაც შეფასება გავაკეთე ერთი კუთხიდან და რასაკვირველია არსებობს კიდე ამ წამის შეფასების სხვადასხვა კიდე სინონიმები. ჩემო სოსო, ჩვენ აქ არ მინდა რომ ბევრჯერ გამეორდეთ, რა თქმა უნდა, ახლა ძალიან რთულია, როდესაც მაყურებელი პირველად გიყურებს და არ აქვს წინა გადაცემები ნანახი, ასე ვთქვათ, მაყურებლისაგან შემოვიდა ესეთი აზრი, რომ კი საინტერესოა, ძალიან ღრმა გადაცემებია, ვფიქრობთ ჩვენ ამაზე,
მაგრამ ხშირად გვისმის ისეთი ტერმინები, რომელზედაც მე კიდევ ცალკე გადაცემა დაჭირდება, რომ ამ ტერმინებს გავყვეთ და ამოვიცნოთ მისი აზრი. ამიტომ მე შევეცდები, რომ დღევანდელი გადაცემა ვინაიდან გულწრფელია ეს მაყურებელის ნიშნის მოგებით არ საუბრობს ამაზე. დავეხმაროთ მოდი ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენ გადაცემას ჭირდება ალბათ ასეთი მიდგომაც. თქვათ რომ იმ კონცეფციას, რომელსაც ეს დაერქვა ზოგადად ამ ჩვენი გადაცემის სათაურის შექმნაც, საოცარი იყო, რომ აი ამ წამში ზუსტად ის აბრევიატურა წარსული აწყო და მომავალი ერთიანდებოდა და მართლა იმ საოცარ სინთეზს ქმნიდა. აი როგორ იზრუნა ეს ჩვენმა წინაპარმა, როგორ შემოინახა ეს ცოდნა, ვინ ჩადო, ვინ დაუდო სათავე ამ საოცარი რამდენიმე ასუსაგან შემდგარი კომბინაციას, რომელსაც ესეთი გენიალური აზრი დევს. ესეთი პირველ წყაროში იყო ასეთი საკითხი, რომ ყოველ წამში, წარსულში, აწყოსა და მომავალში ჩადებულ შინას, ანუ ხსოვნა ჩადებული სცენარეშიც, დედამიწაშიც, მთვარეშიც, ვარსკვლავებშიც, რომ როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა იარსებონ, როგორი სისწრაფით უნდა იმოძრავოს, როგორი დახრის კუთხით უნდა იმოძრავოს, ხო, თუნდაც ჩვენმა პლანეტამ და ახლა არ ვლაპარაკობ, არ შეშლია, ხო, მის შემოქმედს რატო უნდა მოისხმას ვაშლმა ეს ვაშლი და მსხალმა ის წყალი და ატამა ეს და კიდე ჯიშებში რამდენი განვითარება. ამიტომ თუ ადამიანი აი ამ სამივე ფუნდამენტალურ ჩემის აზრით ას ჩაწუდება და ყოველ შემთხვევაში ფიქსს მაინც დაიწყებს, ხო, იქნება რაღაცა გარკვეული ამაზე დაყრდნობით ის დასკვნებიც გააკეთოს, რომ შენი ერთი წამი რომ გაცოცხლდეს, რამხელა როგორც აი ბატონმა სოსუმარს რამხელა ენერგია უნდა შობოს მზე და მარტო მზეს უკან უამრავი ვარსკვლავები და galaktikები და ნუ იმის იქით ჩვენ ცოდნის ზღვარცად ცდება. და უბრალოდ ჩემო კარგო, მე აი ამ შესავლის შემდეგ ესეთი კითხვა მინდა რომ დაგისვა. კი ბატონო, ეს გავიგეთ და რაღაცა ძალიან ფილოსოფიურ სიღრმეებში გადავიდა ეს საკითხი, მაგრამ მოვიხმართ კი სწორად, რომ ჩვენი ყოფიერებამ რომ იმუშაოს და იმოქმედოს და საქმე გააკეთოს, აი რამდენად ეფექტურია დღევანდელ დღეს მისი სწორად გამოყენება. აი როგორ ფიქრობ, აი ეს უბრალოდ ვერით რო აქვს. გასაგებია კითხვის არსი. ეფექტურად გამოყენება ალექსანდრე ამისი ყველა ეპოქაში და ყველა დროში სწორია. მთავარია რომ მიგნებული იყოს ეს გადაწყვეტა. აი ეს უბრალოდ შევხედოთ ყველაფერს და შევეცადოთ რომ ეს უბრალოდ სიუჟეტი რაღაცნაირად გავაცოცხლოთ. წერმა შენ სწორად თქვი რომ ამ ყველაფერში, ანუ ამ მატერიაში რითაც მე ჩემი პასუხი დავამთავრე, ამ დედამიწა რომ ისმუთავს ამ დაუთვლელ ენერგიას, მისისგან და ქსოვს მატერიას, იმ ელემენტებისგან რისგანაც შედგება ეს მატერია, კარგად ვიშე რომ მასში თითოეულ მათში ჩადებული არის აბსოლუტურად თავისი ალგორითმი, განვითარების ალგორითმი. ეს ცალკე თვითონ აღებული პროცესი კიდე რაღაც საოცრებაა. მაგრამ ახლა ჩვენ შევეცადოთ ძალიან პრაქტიკულად შედარებითობის პრინციპით, აი დღეს რა სიტუაციაა და რა შეიძლება იყოს, ანუ როგორ ახერხებდა ამას ჩვენზე უფრო მობილურად და ჩვენზე უკეთ გამოყენების თვალსაზრისით ჩვენი წინათაობები, შევეცადოთ რომ გავაცოცხლოთ ეს რამდენადაც შესაძლებელია. ნუ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი ერთი წამის თუნდაც იმ ერთი კონკრეტული წამის, რომელზეც ამდენ საუბრობ, ამ წამის განმავლობაში ადამიანის ცნობიერმა გონებამ რომ იმუშაოს სრულფასოვნად, აბსოლუტურად ჭირდება კოსმიური სიმკვრივის საწვავ, ეს ხატოვნად რო ვთქვათ. მე ვფიქრობ მარტო ხატოვნადაც არ ვთქვი, ძალიან ლოგიკურად ვთქვი. რომელიც რა თქმა უნდა აი ჩვენ შესაძლებელი გაკეთებული სიტყვების შემდგომ გარკვეული ფიზიკური და ქიმიური პროცესების შედეგად შემდგომ მე მთელი ჯაჭვი არის ამისი ქრონოლოგიური
სადაც ჩვენ დავინახავთ შემდეგ საუბარში, თუნებას დამთავრდა, მაშინ ჩვენი მაყურებლისათვის რომ უფრო გასაგები გახდეს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ რთულ თემას შეეხე. ხომ არ ჯომია ის დიაგრამა, რომელიც ჩვენ შევქმნით, მოდით ეს ვაჩვენოთ ეს სლაიდის სახით. ჩვენს მაყურებელს და მე ამის შემდგომ უფრო ლოგიკური გახდება და თვალნათლივი გახდება შენი საუბრის არსი. პირველ რიგში, პირობითად ჩვენ დავხაზეთ ესეთი უბრალო გასაგები ენით, გრაფიკული სახე მივეცით, რომ ეს პირველი რგოლი, ყველასათვის ლოგიკური უნდა იყოს, რომ მას ხავს ამ განკარგულების მიცემი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის შემოქმედი. შემოქმედის შემდეგ არის რა თქმა უნდა ის გარემოწვა, რომელსაც ჩვენ დედა სამყაროს ვეძახით და ამ სივრცეს, რომელშიც ეს არ არის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ მატერია, ეს არის მატერიის მშობელი, პრომატერია. ლათინურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ მატერია, მატერ არის დედა. ჩვენს ქართულ ენაშიც საოცარია, ხო? დედამიწას ვეძახით, ადგილის დედას ვეძახით, დედაბოძს ვეძახით, დედა სამყაროს ვეძახით, ხო? და რაც ის საყვარელია და შობს და ზრდის დედა სამშობლოს, ხო? ყველაფერს დედის სახელით ვნათლავთ. ესე იგი, ეს არის მშობელი ამ მატერიის, ანუ მესამე საფეხურია მატერია, უკვე როდესაც უფრო გასაგები ენით რომ ავხსნათ. ის ქიმიური ელემენტები, მარტივი ქიმიური ელემენტები, რომლებიც არც ისე მარტივები არიან, როგორც აღმოჩნდა, მაგრამ ამ საბაზო ელემენტების შემდეგ არის შექმნილი უკვე მინერალი. მინერალი ამ შემთხვევაში ალბათ კიდევ უფრო ახლოს რო იყოს ჩვენ თემასთან, ეს არის ნიადაგი დავარქვათ, მიწად რომ რა თქმა უნდა გაცილებით რთულია ეს მინერალების ურთულესი კომბინაცია და მთელი კოლონიებია მისგან უკვე შექმნილი ცოცხალი არსებები და ასე შემდეგ, მაგრამ დავარქვათ რომ ეს არის მინერალი. ამ მინერალზე შემდეგ არის აღმოცენებული იგივე ფლორა, ანუ ყოველგვარი მცენარეული, რომელიც იკვებება, რა თქმა უნდა, არა მარტო ამ მინერალისაგან, არამედ მზისაგანაც. შემდეგი საფეხური ეს არის ფაუნა, ყოველი ის ცხოველი, ფრინველი, თევზი, მწერი, რომელიც რა თქმა უნდა ცოცხალი არსებაა და უკვე არის გარკვეული გაცოცხლებული, უკვე მოძრავი, უკვე მოქმედებაში მოყვანილი ფიზიკური არსება და რა თქმა უნდა ბოლოს, როგორც ვთქვა, დიდი სიამაყით, ყოველ შემთხვევაში ის გონიერი, რომელიც გავს გვირგვინი ამ სამყაროს აბსოლუტურად სწორი მინიშნება, რომელსაც უნდა ცხოვრობდეს ალბათ სარკაზმისაგან თავ შევიკავებ, მაგრამ ეკოგარემოში და არა ეგოგარემოში, როგორც მე ვხვდები, ის ადამიანი, რომელიც აი ამ ხელა პროცესების გვირგვინი, ესეთი უბრალო გასაგებიანით რო ვთქვათ, ის მინერალი რომაა და ის მცენარე რომ არა და ის ცხოველი რომ არა, ფიზიკურად მისი ყოფიერება ვერ იმუშავებდა, რომ ეს საკვები მას არ მიეღო. მოდით ჩვენ გარკვეული შესავალის შემდეგ მიმოვიხილეთ ახლა. ეს ჩვენზე კარგად შეიძლება უამრავმა ჩვენმა მაყურებელმაც იცოდა, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე, გამეორება ცოდნის დედაა. თქვით როგორი იქნება ეს ყველაფერი, ამაზე მე მგონი არანაირი სადაო არ არის, არც იმაზეა სადაო რომ ყოფიერება შეექვს ცნობიერებას და თუ ეს საკვები არ მიიღე, არ მგონია დიდხანს ადამიანმა გაძლო ფიზიკური თვალსაზრისით ყველა ვარიანტში. და დღეს ვისაუბროთ, მოდით კონკრეტულად საძოვარზე. უნდა გქონდეს თუ არა ადამიანს საკუთარი საძოვარი, რათა არა მარტო ნახშირწყლების ნივთიერებები მიიღოს მან ორგანიზმის გამოსაკვებად, არამედ მიიღოს ის ცილები, ცხიმები, ხორცი, ხო, რომელიც ამას აერთიანებს, ხო, მათ შორის რძის პროდუქტებიც. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვექნება მარტივად რო ვთქვათ, ძროხაზე, ღორზე, შესაძლოა ცხვარზეც, ქათამზეც, ბატზეც, დავყოთ სამ ეტაპად არის წყვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა მზრახონელი და არსებობს რა თქმა უნდა ფრინველები. მოდით განვიხილოთ საკითხი, რა არის საძოვარი, ასე უნდა იყოს გაკეთებული როგორც დღეს არის, თუ შესაძლოა უფრო უკეთესად ყოფილიყო გაკეთებული, როგორც დედაბუნებამ ალბათ ჩაიფიქრა და ჩვენ დასამალი აქ არაფერი არ არის ის ცოდნა, რომელიც ჩვენ თავის დროზე ეს შევისწავლეთ და დაგვეხმარა აქ ადრეს გვითქვია გადაცემის შესაძლოა ის ქართული ამბანი, რომელშიც ეს გარკვეული ცოდნა ნახეთ და გავეცანით და ეს ვთვლობთ სხვებსაც გავუზიაროთ. დავიწყოთ საძოვარზე საუბარი.
ბატონო სოსო, მოდით ნება მომეცით, ვინაიდან წლების განმავლობაში მოგვიწია ამის არქიტექტურული ნაწილის გამოხაზვა, გაკეთება, მისი 3D მოდელირება და უამრავი სამშო ეს თავი დროზე ჯერ კიდევ იმ შორეულ პერიოდში დაიწყეს არქიტექტორებმა და ინჟინერებმა, როდესაც ამ პროექტის მე მეწილად ხვდა მოგეხსენება ამ პროექტის გაცოცხლება რეალურად უკვე თანამედროვე პროგრამებში და 3D ვიზუალიზაციების გაკეთება დაგვჭირდა. მოდით პრაქტიკულად შენიშნებართვით უნებას დამთავ ამ საკითხზე სწრაფად გავიაროთ, რომ ის ყველაზე მთავარი რისთვისაც დღეს მინდა რომ ეს ცოდნა ჩვენს ჯგუფას მაყურებელსაც გაუზიაროთ, ცოტა ჩქარა შევეცდები რომ გავიარო. ეს არის კერძო საოჯახო საძოვარი, რომელიც ალბათ უპრიანია რომ თუ ადამიანი ნორმალურად ცხოვრობს და ჯანმრთელი საკვები უნდა მიიღოს, ყველა ოჯახს ალბათ უნდა გააჩნდეს. იმ უძველესი წესის თანახმად, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ეს საძოვარი გაკეთებული სწორად. პირველ რიგში დავიწყებ, რომ ეს საძოვარი არის ამოკავებული, დაახლოებით ეს არის მისი ტერიტორია, დაახლოებით 1 ჰექტარი. მისი კონტური, ანუ მისი სივრცეზე არის განლაგებული 21 წლიანი საბუხრე ხეების ოჯახი, რომელიც თავიდანვე ალბათ უკვე გვეუბნება მისი დასახელებას, ესაა როგორც ხარდამცავის ზოლი, აგრეთვე ამ ოჯახს უზრუნველყოფს ხეთხით და რატო 21 წლიანი, ხო? მის მთელ პერიმეტრზე საკმაოდ დიდი პერიმეტრი, ხო თქვენ წარმოიდგინეთ 10,000 კვადრატული მეტრი, მისი პერიმეტრი შემოკავებულია ამ ხეებით, ანუ უკვე ოჯახი უზრუნველყოფილია ხის მასალით, პრაქტიკულად შეშით და ასე შემდეგ. ანუ ეს არის საოცარი სისტემა, რომელიც არ მიდის ადამიანი ხეთხის გასაჩეხად, არ აზიანებს ბუნებას, ეს მისივე ლოკალურ ტერიტორიაზე არის საოცარი ენერგიის პრაქტიკული გამოვლენა, რომელიც არის მუდმივად განახლებადი. დღეს ბევრი საუბრობს ესეთ განახლებად ენერგიაზე. ახლა შიდა მოწყობის სივრცე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ საძევარზე არის უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში დარგული ყველა ის ხებუჩქი, რაც ძროხას ჭირდება, ყოს ჭირდება, ქათამს ჭირდება, ხო, ჩვენ ამაზე შეგვიძლია მე უფრო დეტალურად ვისაუბროთ, მაგრამ მანდ არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა იყოს ეს მოწყობილი და არა ის, რომ შემიძლია ცოტა პარალელი გავაკეთო, დღეს სამწუხაროდ ძროხა არის გამოკეტილი ბოსელში, მისმაგივრად ადამიანი ხელით, ცელით თუ ტრაქტორით დაძევს ამ მინდორველს, თიბავს, მერე ამ თიბავს თელ ოჯახთან ერთად, ოჯახის წევრებთან მერე აგროვებენ, ქმნიან თიბის ზვინებს, აფარებენ ზევიდან რო არ დალბეს, რო არ გაფუჭდეს, თოკით, იმით, ამით ამყარებენ და ის ძირითადი კომპონენტები და ის სიკეთე, რაც ბუნებამ ჩადო მაშინ, ამ ცოცხალი ვიტამინები. ის ცოცხალი ვიტამინების მზეზე უნდა გამოშრეს, გამოჭნეს და ამ დაპატიმრებულ ძროხას ესე ვიტყოდი, მერე ბოსელში უნდა თუ არ უნდა, ახლა სხვა მიდი გამოსავლიც არ აქვს, უნდა მიიღოს, ხო? ახლა მე პატარა პარალელს გავაკეთებ და ეს მინდა მერე მომეხმარო ამ თემის გაშლაში. რა შედეგს დებს ამაზე თუ შეიძლება რომ დავამთავრებ, მერე შეციხემ დამეხმარო ეს რას იწვევს, ხო? ნუ შემდეგ ეტაპი რა არის, ესე იგი ამ ძროხას რეალურად თუ ბუნებამ დიდი ბოდიში მომიხდია ეს ქურქით ჩააცვა და ისეთი ფლოკვებიც აქვს და ისეა მოწყობილი, რომ ან ეს ასე აკეთებს ბუნებაში ყველა ის გარეული ძროხებიც, ხარებიც, კამეჩებიც ასე ცხოვრობენ, თავისუფალ რეჟიმში ცხოვრობენ და გაგიგვირდებათ და იმ ჩვენ მსხვილ ქოსამ პირულზე გაცილებით ჯანმრთელები არიან და გაცილებით კარგად ცხოვრობენ და გაცილებით ჰარმონიულად არიან ბუნებაში ჩართული. ანუ მე ხლა ხშირად იხმარენ ხოლმე ადამიანი რაღაცა ტერმინებს, რომ აი კი მაგრამ კი არის ვიყავი დაუშვეთ იქ ევროპაშიც, ჰოლანდიაშიც, გერმანიაშიც და ჩემი თვალით მაქვს განახი. ეს არის ამოკავებული ტყეები, ზონები, მინდვრები, სადაც თავისუფლად ცხოვრობენ, ხის ქვეშ ატარებენ, ჯანმრთელად არიან, ბედნიერად არიან, არავინ არ აწუხებს, სუფთად არიან და მინდა რომ იგივე ახლა პარალელი გადმოვიტანო იგივე ჩვენ პროექტში როგორ არის, ხო? ანუ ის საქონელი, რომელიც მიირთმევს იმ ცოცხალ ბალას, ხო?
ჯერ უპირველეს ყოვლისა რომ ის ყველა ბალახს არ ჭამს, მას აქვს გარკვეული რეცეპტორები, ეს 2 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული უკვე მექანიზმია, მან უნდა გაარჩიოს რა ბალახი იჭმევა და რა არ იჭმევა, ის ყველაფერს არ ჭამს. მოდი პირველ რიგში ამაზე ვთქვათ. ნესტოებით გრძნობს ამას. კი, ის რეცეპტორები მისთვის არის შექმნილი, იმიტომ რომ შეიძლება არის ისეთი ბალახი იყოს, რომ უბრალოდ ფიზიკურად მოწამლოს და სიცოცხლე მოუსწრაფოს, ხო? ყველა ბალახი თავისი დანიშნულება და თავისი ფუნქცია გააჩნია და ამას ის ცნობს. მაგრამ მე მინდა უფრო ყველაზე მთავარ აქცენტი გავაკეთოთ და გავაცოცხლოთ ის სცენა, რომელზედაც მინდა რომ უფრო მერე დეტალურად ვისაუბროთ. კი ბატონო, არ მოთიბე ბალახი, რა ხდება მერე? ყველა ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვინც თემა არის, შეგეკითხება. კი ბატონო, აი ზუსტად ის ბალახი რო არ მოთიფე და რო დააწვა ის თოვლი და დახარა ის ბალახი ძირს. და თუნდაც კარგად ვიშენ მაშინ იმ გადაცემაში თოვლის ის საფარი გადააფარა ბალახი შიგნით, თოვლის შიგნით იმ ტემპერატურას ინარჩუნებს და იმ წვნიანობას და ყველა იმ ნივთიერებებს, იმ კომპონენტებს და წარმოვიდგინოთ ესეთი გავაცოცხლოთ ზამთრის ერთ-ერთი მზიანი დღე, როდესაც ახარებული ცხოველები გამოდიან თავის სადგომიდან და ეს სადგომი არ არის ჩაკეტილი, ეს არის სამკედლიანი გადახურული გარკვეული წესებით მოწყობილი. ისინი არ არიან დატყვევებულები, ისინი გამოდიან დილას, არავინ არ უღებს იმას, კარებს და არ ზინზილაკებით არ დარბიან და შოლტების ყაშატყურში არის ის ჩვეულებრივი გამოდის, ცხოველის ბუნებრივი პროცესია, შენზე კარგად იცის რა უნდა გააკეთოს ამ ბუნებაში, გამოდის, მიირთმევს თუნდაც იმ თავისი ბლოკებით იმ თოვლის, თუნდაც იმ ყინულის საფარს შლის, მიირთმევს თავის ბალახს და იმ ეგრეთ წოდებულ ჭყალებში დაწუნებულ ბალახს ღორი მოყვება. ძალიან საინტერესო სურათია რა. კი, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი ჯაჭვია, მართლა ეხლა ჩვენ ამას ალბათ სამომავლოდ მერე ანიმაციაში ამ ფილმში გავაცოცხლებთ, ხო? იყვება უკან მერე თუნდაც ღორი წარმოიდგინოთ თავისი დინგით, ბოლომდე იქ აფხვიერებს, ასე შემდეგ, ხო? და ყველაზე საოცარი ბუნებისა ეს უნარჩენო ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. ამაზე შემქონდა საუბარი იმ დღეს, როდესაც ის პატარა ნამცეცებიც კი, რომელიც რჩება, უკან მოყვება მთელი ქათმების ოჯახი, ხო, რომელიც ამის სათავად კენკავენ და ეხლა ამ საოცარი ცით ეხლა შეიძლება ვიღაც ამაში ხედავს ესთეტიკას, არ ხედავს, ეხლა ადამიანს დღეს შეიძლება გაცილებით სხვა ღირებულებები აქვს და შეიძლება საკაზმის გარეშე ჩვენ ვერ ვეწევით ამ ღირებულებებს, მაგრამ ჩემთვის ეს საოცარი სანახაობა, როგორც ერთი მხატვარი კაცისათვის, როგორ ჰარმონიულად არის ეს ყველაფერი, ეს ჯაჭვი, ესე ლამაზად აკინძული, რომ თოვლი აწვეს ამ ბალახს, ინახავს იმ წვნიანს, იმ ყველა იმ ვიტამინებს, ცოცხალ ვიტამინებს, ეს ვიყვება ერთი, ეს პირველი მეორეს უკვალავს გზას. ალექსანდრე აკაშადობლივი რა არის, გასაგებია რომ შემდეგ ანიმაციაში უფრო ადვილი აღსაქმელია, მაგრამ აქაც ნელი წარმოსადგენელი არ არის, როგორ გამოვიდა, ნახე რა როგორ არის დალაგებული ბუნებას. ესე იგი გამოდის ხო, აი ჩლიქებით მოდის როხა, ხო? ყველაფერს კი არ იმოშება, ხო, ჯერ გზას უკვალავს. რა თქმა უნდა. აი ქრონოლოგიად როგორ არის დალაგებული, ანუ დიდი მოდის, მერე ნელ-ნელა პატარები მოყვებიან. ის ნესტოებით გრძნობს იმას, იღებს რაც უნდა და რაც ბჭყალებში დაიწუნა, იმას თავს არიდებს, ხო? მერე მოდის უკვე ღორების ტოლკი, მერე მას ვთქვათ ოჯახი, რაცა და მოდის და შემდეგ უკვე დინგით იმას რაც დაიწუნა იმან, ხო? გადაწევს, გადმოწევს და მერე მის რაციონს ისიც შეჩერითობის პრინციპით ზუსტად იცის. წერა შემთხვია, არის ისო, ეხლა არის ის კი არა, პირდაპირ შეიძლება ვთქვა რომ მაგის მეტი არაფერი არ იცის. თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ საქმის პროფესორია. რომ ჩვენ არ ვაცლით იმას. ნახე, გზა უფრო დაიტკეპნა, წარმოიდგინო სიუჟეტი რა, და უფრო რაღაცა თითქოს უფრო გაუადვილდა შემდგომ წამომსვლელს ეს ბილიკი უფრო კარგად გამოუჩნდა. შემდეგ მოდის უკვე ნელა მოდიან ეხლა თქვა იხვია ბატია რა და მერე ბოლოს მოდიან ქათმები და წარმოიდგინე უკვე გაყალულია ეს თოვლიანი ის აღარა გზა უკვე მოდის და იმ პატარა ისია იმდაგვარად არის ეს მოგვარებული ისია ბუნებას გადაწყვეტილი რომ იმას თავის რაციონი ხდება
ყოველგვარი ძალდატანების და რაღაცა დიდი ბრძოლების გარეშე იღებს ამ თავის რაციონს და რა ლამაზი სანახავი ეხლა იქ ყველას ალბათ რაც ეხლა სოფელში განსაკუთრებით უფრო ბედნიერი ეს ხალხი, ვისაც ეს უნახია, აი ესე რომ მიდის როგორ ქარავანით რომ გაივლის ეს რაღაცა, უფრო მაღალი მერე შედარებით უფრო, ანუ უფრო ძლიერი და მაღალი შედარებით უფრო მერე. ისეთი ნელ-ნელა მერე პატარა ესეც გაივლიან ეს ამ ქათამს თავისი ეს ისინიც მიყავს, თავისი პატარა პიმში და სხვა ციცილები და გაივლი იმ ადგილს და ნახავ რომ რაღაცა თითქოს ეს გამოცხადდა რაღაცა საუზმე ხატონდათ რო თქვა და ყველამ თავისი წილი მიიღო და ძალდატანების და ყოველგვარი ადამიანური გონივრული დროის მოსვენის გარეშე ამათ ეს მონაკვეთი ისე როგორც უკავმა ღვთისმერლობა დატოვა მათი ცხოვრების წესით, რაც მათში ჩაწერილია, ყოველგვარი ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე გაატარეს და გაიარეს. შესანიშნავად არსები. მოდით ახლა გადავიდეთ მეორე წრეზე, რამე თუ ამ გადაცემის დედა არსი, ვისაც შევიკრიბეთ დღეს და გვინდოდა ეს საოცარი თემა გაგვეხსნა, იმიტომ რომ აქ რთულია თუ ერთი და მეორე კომპონენტის ახსნა და განმარტება არ მოხდა, ის ფინალში რაზეც მესამე კომპონენტზე უნდა ვილაპარაკოთ. ურთიერთდამოკიდებულება. კი, აი ამ შინაურ ცხოველთა საუფლოს და გარეულ ცხოველთა საუფლოს გენიალური დამოკიდებულება, ღვთიური დამოკიდებულების არსი რაშია ჩადებული. მოდით მე პატარა თემას გავაგრძელებ და მე დამეხმარები. თემა მე პირობითად ამ საკითხს დავარქვი ესეთი თემა, რომ ეს არის დედამიწის ორმაგი ძრავი. ეს ორმაგი ძრავი, ну რას ნიშნავს ახლა ცოტა ესეთი ძალიან ისეთი ხატოვანი განმარტება, მაგრამ პირველი ძრავი ეს არის შიდა წრე, რომელშიც შინაური ცხოველები ცხოვრობენ და ის რა თქმა უნდა ემსახურებიან კონკრეტული ოჯახის ადამიანების ჯგუფის მომარაგებას, ესე რომ ვთქვა, რძით, კვერცხით, ხორცით და ასე შემდეგ, მაგრამ იმ კინოფილმის არკვეთს რა თქმა უნდა ეს ორი სათაური, ხო? ეხლა მოდი გადავიდეთ გარეულ ცხოველთა საუფლოზე. ანუ იმ ტყის ბინადარზე, რომლებიც ასევე ღვთიურად ასრულებენ თავის უფლება მოვალეობებს, ძალიან პირნათლად შემიძლია ამას ხაზი გაუსვა. კონკრეტულად ეს არის მგელი, მელა, ტურა, ეხლა ლაპარაკობ რა თქმა უნდა იმ ზომიერ სარტყელში არსებულ ცხოველებზე და არა ისეთზე, რომლებიც ცხოვრობენ რაღაცა ტროპიკულ და სუბტროპიკულ და ასე შემდეგ ისეთ ზონაში, რაღაც ალპურ ზონებში. ეს არის რა თქმა უნდა ისინიცაც თავიანთი ადგილი აქვს, მაგრამ რეალისტურად რა უფრო ემიჯნება და ენათესავება იმ ახლო სეგმენტში. ეს არის ის ძირითადი მტაცებლების ოჯახი, რომლებიც საოცარი არიან თავისი ცხოვრების წესით, ამაზე ჩვენზე კარგად ბევრი ამ დარგის კვლევარი ძალიან კარგად საუბრობს, მე ვიგახია, ეს ალბათ ამაზე ცალკე გადაცემა უნდა გააკეთოს ადამიანმა და ჩვენამდე ძალიან ბევრმა კარგად გააკეთეთ, ამიტომ თავში ვიკავებ. მაგრამ ჩვენი ძირითადი ეს მისია უნდა ვისაუბრო ესეთ საკითხზე, თუ ნებას დამთავრდა, ალბათ მერე შენს მომახმარები ამის გაგრძელებაში. ეს არის ირმების ჯგუფი, მოდით აქაც ერთი შემოდგომის ერთი თბილი დილა გავაცოცხლოთ ესეთი სიუჟეტი, როდესაც ახლად გამოგვიძებულ ბუნებაზე ამ ნამიან ბალახზე გარკვეული ირმების ჯოგი დიდი სიფრთხილით მიიწევს, რა თქმა უნდა, ეკას თავისი განვითარების და თავისი ევოლუციის გზაზე ირმებსაც აქვს საოცარი ხმოსვის, 360 გრადუსიანი თვალთვალის თუ სმენის სიფრთხილის მონიტორინგს ატარებს. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად, იმიტომ რომ ეხლა ისინიც გარკვეულ რისკ ზონაში გადიან და მათი ასე ვთქვათ სიფრთხილე გამართლებულიცაა. იმიტომ რომ იმ სიუჟეტს, რასაც ჩვენ ეხლა გავაცოცხლებთ, ზუსტად ეს იქნება აი ამ ორი ძალის საოცარი ფენომენი. სხვა სახელს მე ვერ დავარქმევდი ჯერჯერობით და როგორ ხდება ეს, იმიტომ რომ ესაც იმ თემის შესწავლის დროს საკმაოდ საოცარ გასკვნამდე მივედით. ესე რა ხდება? ირმები ძოვენ, აქვთ 360 გრადუსიანი სიფრთხილის პერიმეტრი, ასე ვთქვათ, დაცული თავისი რადარული სისტემით, მაგრამ ასევე გამოდიან სანადიროდ გლების ოჯახები. ეს არ არის ერთი ოჯახი, აქ არის კოლექტიური აზროვნება და ძალიან მოდაში ამაზე საუბარი. ეს არის გარკვეული გლის ჯოგი, რომელიც მოემართება, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით ისინიც იმ
გარკვეულ ზონის ფარგლებში სანამ შევლენ და თავის თავს გამოავლენენ, მათ რა თქმა უნდა აქვთ საოცარი სტრატეგია, ისინი ალყას აკეთებენ, ალყის ლოგიკა სამწუხაროდ ადამიანმა ძალიან ბევრი გამოიყენა ურთიერთის გასანადგურებლად და ზუსტად ამ ალყის პრინციპით ისინი შემოარტყავენ ამ ირმების ჯოგს. ამ წრეს რა თქმა უნდა ნეირობით შეკრავენ, ამ წრეში აუცილებლად ყავთ წამოყვანილი თავიანთი ჭალებში ვიტყოდი, მაგრამ ალბათ ჭალები არ ჭირდება ამ ტერმინს პრაქტიკანტი პატარა ლეკვებიც, რომლებიც სადღაც გარკვეულ უსაფრთხოების ზონაში ჯდებიან, უნებით უნებლიეთ არ დააგვირონ ეს შეტევის წინ ის სიფრთხილის ნორმები, ისინი უყურებენ, სწავლობენ უფროსებისაგან ამ პროცესს, ამ ნადირობის ესეთ სასტიკ პროცესს, ესე დავარქვათ. ისინი არტყავენ ამ პროცესს, უკეთებენ ალყას და როგორც კი შედიან იმ ზონაში, რომ ის პირველი შეფრთება ის ირემი და უკვე უნდა დაიწყო გაქცევა, ნუ რას უკაცრავად, რომელ მხარესაც გარბიან ის მგელი წამოუყობს თავს, მიდის იმ ადგილას მეორე წამოუყობს და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, გამარჯვენებით რატომღაც იწყებენ ეს მგლები ამ წრიულ ორბიტაზე სირბილს. ზუსტად ეს ის წრიული ორბიტა, რომელიც მეორე, მესამე, მეოთხე წრეზე გამოავლენს იმ აუთსაიდერ ირემს, რომელიც ან ფიზიკურად, ან ასაკობრივად, ან ჯანმრთელობით, რა თქმა უნდა, გარკვეულ სპეციფიკურ სუნს ასტოვებს, ეს არის ის სუნი, რომელიც აგრეთვე ჩაწერილია მგლების ყნოსვის ორგანოებში, რომ ის ჰუმანურობაზე მოდი არ ვისაუბროთ, რომ ის სულს ივერს, ის ადვილი დასაგლეჯია, უფრო ხორცი ძბილი აქვს, უფრო ეს ნელობით ჩამორჩება ჯოგს, ის ადვილი დასამორჩილებელიც არის. რა თქმა უნდა, ბუნების კანონია, ეს ამას ჩვენ ულმოდელ კანონს დავარქმევთ თუ ლოგიკურ კანონს დავარქმევთ, ეს არის ის ბუნებრივი გადარჩევა და ისინი ამ სულს ამოიღებენ. რა თქმა უნდა, ამ ალყას მთელი საოცრება რომ ისინი ისევ გახსნიან, ყველაზე მთავარი ეს არის და გაუშვებენ. აი ეს არის ის ბუნების უდიდესი საიდუმლო, რომ ისინი არ დაერევიან დანარჩენებს, არ დაუს მათ აი ეს იმდენი საგასში არავინ არ ჩამოთვლის ადამიანისაგან განსხვავებით, რაც მათ ჭირდებოდათ. აი თუ შეიძლება იქ რო ცოტა შენს მომეხმარო ამ საკითხში. ალექსანდრე, შესანიშნავად აღწერე ეს მომენტი, რომ ბერძნანახიც ექნება ეს ბუნების კარის თუ სხვადასხვა ტიპის გადაცემებში. აქ ეს საინტერესო მომენტი არის, როგორც რაღაც შინა უცხოელთა საუფროზე ეს ქრონოლოგიურად რო აღწერეთ, როგორ აქ დალაგებული ბუნებას, აქაც აი ერთი გარემოება არის მეტად ყურადსაღები, როცა ეს მგლები ლოკაციას იცვლიან, როგორც შევთქვი, უახლოვდებიან და ალყას არტყავენ და მაშინვე კი არ ესხმიან თავს. არამედ ამ ალყას დრო დაარტყავენ გარკვეული ხნის მანძილზე დაკვირვებას აწარმოებენ. რა როგორ არა ეს ჩაწერილი. ანუ სადღაც და მე როგორც ვთქვი, მესამე მეოთხე ანუ აკვირდებიან და იქ ხდება გამოვლენა. ანუ ესე პირდაპირ სპონტანურად კი არ და გადაწყვეტილებას იკრიბა მე აი საოცრება ეს არის, რომ ბოლოს ამას ამ სულს, რომელსაც უკვე არ ძალ ასე თამამი სირბილი იმ წრეზე ჰარმონიული თავისი ესევე ტოვებს მე სპეციფიურ სულს და ამას ამ რგოლიდან იღებენ ეს მგლები. და აქ არის ყველაზე ნიშანდობლივი მომენტი. ამას როგორც კი ამ წრიდან ამოიღებენ ამ ამატყობს სულს რგოლს, ხსნიან შემდეგ ამ ალყას და აძლევენ საშუალებას ირმების ჯოგს, რომ წავიდნენ და გააგრძელონ ჩვეულებრივი ბუნებრივი სულაგანაგრძონ. როდესაც ჩვენ ამ საკითხზე საუბრობდით, პატარა პარალელიც მინდა მივახმარო შენ საუბარს. აი ამ გარე ორბიტას ჩვენ დავარქვით კოსმიური ცენტრაფუგა. თუ გახსოვს. შენ დაარქვი. ხო, ეს ცენტრაფუგა ზუსტად ის მექანიზმია, რომელიც აი მართლა უყვართ ადამიანებს რაღაცა პარალელების გაკეთება, რომ ეს ლაბორატორია, ეს საოცრება დიახ, ეს არის ის სასტიკი ერთი მხრივ ულმობელი, ესეთი ალესილი კბილებიანი ცენტრაფუგა, რომელშიც ის სუსტი რგოლი, რომელიც ტოვებს იმ თავის ავადმყოფ სულს, ის უნდა ამოიღოს ბუნება,
რამე თუ შიდა წრე კვებავს ამ გარე წრეს, მაგრამ რას აკეთებს ველური ბუნება, ხო? უნარჩვენო ლაბორატორია, ხო? არა, გარდა მაგისა, იღებს იმ სუსტ კოდს და იმ სუსტ გოლს, რომ რატომ? საბოლოო ჯამში ეს ირმები ჯოგი არ გაწდეს, რომ ეს პანდემიაში და რაღაცა უბედურ დაავადებების თელი ჯაჭვი არ შეიკლას, რომ მთლიანად არ ამოწმდეს. ანუ რა შეიძლება თითქოს წერან ამის გამედოდა მისული ხარი აქამდე. გამოდის რომ ეს რაღაც სასტიკი მკვლელი და რაღაც ისეთი ის კი არ არის ეს მგელი. როგორაც დახატულია და წარმოდგენილი ხო ვინც იცის იმასაც ხვდება რომ ეს რაღაცა კოსმიური ზნეობის უფრო მაღალი მატარებელი ხო არ არის. ჩვენ დასამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენს რეალობას თუ პარალელს გავავლევთ მათ საციელთან. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ასე არ ვიქცევით. ერთ გადაცემაში მინდა თქვა შენი სიტყვები მინდა გაგახსენო. გახსოვს თუნდაც ის უხუცესი მგელი, როდესაც ტოვებს თავის პოზიციებს და ახალი მგელი ხდება ბელადი, როგორ აცილებენ და აყოლებენ ერთ მოვლენს. ეს საოცარია, როგორ მონოგამიას ის თავისი სოლის გარდა რომ არ ღალატობს და გლოვობს. ერთის და მეორეს. აქედან გამომდინარე, ცოტა დასაფიქრებელია. ერთი მხრივ შეიძლება შენ მარტო მისი გლური ბუნება გესმოდეს, მაგრამ ვერაცნობიერებდე რომ შეიძლება აი ამ ადამიანს, რომელიც მაღალი გონების გვირგვინი და ჰომოსამს შეიძლება ბევრი რამეს კი ბლებისაგან ამ კუთხის სასწავლებელი გქონდეს. ალექსანდრე, საბოლოო ჯამში შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხა ბევრი ეპიტეტი არსებობს, მაგრამ აი გარდა იმისა, რომ ხა მართლა ეს როგორია აი კოსმიური ზნეობა ხა არ დაერია იმას გაუშვა, ესეც არ თქმა უნდა ჩაწერილია, ეხა ის თავისი არჩევანის მიხედვით ვერი მოქმედებს, მაშინ რა ჩაწერილია შემოქმედის მიერ, ხო, ეს კოდირებული აბსოლუტურად პირნათლად ასრულებს ყველა იმ მოვალეობას. რა გამოდის საბოლოო ჯამში, რომ ეს რაღაცა აცებელი სასტიკი მგელი კი არ არის ხა, მგლის დარაჯერება სხვაზე სიტყვას, მგელი განვიხილეთ. არამედ გამოდის, რომ დედამიწაზე თუ კარგად დაუკვირდებით, რაც ევოლუციის ინჟინერი ხო არა. მე ზუსტად დიაგნოზი წარმოვადგინე. გარდა იმისა, რომ ბოდიში რომ ბუნების სანიტარია. დიახ. შენზე მზღუნველი საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ყველა ეს ქმედება ეხლა რა ჩვენ მოყვებით ქრონოლოგიურად. საბოლოო ჯამში იქამდე მიდის, რომ შენ ღვთისშვილი იყო იმ ჰარმონიულ თანაცხოვრებაში ბუნებასთან, რომელიც ასევე უფალმა შექმნა. და სირცხვილი იმ სოფელს, ვისაც მგელი მოის. აი, ეხლა მივხვდი რომ კიდე რო თქვა ეს. ნუ ეს გამკურებია ადრეს არა გავეცნობოდი ხო ამ ცოდნებს და რაღაცას და ჩემ დარად ეხლა ბევრს რომ რა არის მართლა გააჭირა საქმე ხო რა თვალე რო ამოდის და ახალტოვანი სურათია. ეხლაც რამდენია განსაკუთრებით ცოტა ასე თებში და ბარში ნაკლებად, თუმცა ბარში ჩამოდიან ხოლმე რომ გახშირდა ბოლო წლებში რომ ეს გარეული ცხოველები უკვე ადგენიან. კარზე ასე ვთქვათ. საკმაოდ საშიშ განსაკუთრებით ვინც თებში ცხოვრობს რა ასე ვთქვათ რა. თებში მაცხოვრებს. აქ ცოტა დასაფიქრებელი არის როგორც მინიმუმ ამ შედეგზე კი არ არის პასუხი დასაცემი. ამ შედეგის გამოწვეულ მიზეზებზია სასაუბრო, თუმცა როგორ ისაუბრებ თუ არ იცი ეს მიზეზები. მოკლედ რომ ვთქვა და ძირითადად თემიდან არ გადავიდეთ. ჩვენ ხო არ შევუჭამეთ ამ გელს თავისი საჭმელი ტყეში და იქნება მოაკლდა და იძულებულია, იმიტომ რომ მასში ჩაწერილია რობერ იღებს ბუმერანგის პრინციპით, გამოდის და იქ მიდის ეგება შენ ღმერთს ხატოვნად რო თქვა შეშჩივის და შენ მოდის, იმიტომ რომ შენ წართ ისადები, იმიტომ რომ გადამეტებული ნადიმობით არასოდეს არ გამიგთხო ჩემი მაყურებლები ისეთ თემას ეხები უნდა თქვა რა მართალი უნდა ადიდო და ეს არის მართლის დიდება და ყველა მისის მოდი ცოტა შევცვალოთ უკვე თემატიკით რომ ჩვენზე კარგად მიხვდნენ რაზეა მათ საუბარი. მოდით პატარა რეზიუმეს გავაკეთებ და იმ მესამე კარს ყველაზე მთავარს უნდა მივადგეთ, იმიტომ რომ პირველი უნდა გაგვეხილა რომ სწორად უნდა
ვიცოდეთ შინაურ ცხოველთა საუფლოსთან ურთიერთობა, ხო? რომ სწორად მოუწყო. მე ჩვენ გადავედით გარეულ ცხოველთა საუფლოზე, ანუ ტყის ბინადარზე, იქ როგორი ცხოვრების წესია და რა წესებია დამკვიდრებული, ხო? რომელიც ერთი მხრივ თურმე არახუმანური გეგონა და თურმე ჰუმანურზე ჰუმანური ყოფილა, ანუ ისინი ზრუნავენ, რომ ეპიდემიები და პანდემიები არ გაჩნდეს და პატარა ასე ვთქვათ რეზიუმე ამ სლაიდს მინდა რომ ყურადღება მივაქციოთ, ეს არის ნედლის შეუმოწმებელი გენეტიკა, პირველი რგოლი. შემდეგ არის ბრუნვა, ეს არის ბუნების გამოცდა, კლიმატი, მტაცებელი შიმშილი, ხო? შემდეგ არის გაწმენდა, სუსტი კოდის მოშორება ხდება და გამოსავალი რა არის? არის გადარჩენილი სუფთა უძლიერესი გენეტიკა, ხო? საბოლოო ჯამში ამაზეა საუბარი. მოდით ახლა აი ამ ორი დგენელის შემდეგ მე ამ სლაიდსაც კიდევ გავუშვებ აქ, უფრო აყურებელი უფრო კარგად გაერკვეს, 1000-ჯერ დათქო ხანდახან ერთხელ ანახი ჯობია უთქვიათ და მოდი გადავიდეთ მესამე, რომელიც პარადოქსალურია, მე ვიტყოდი პატარა შესავალს გავაკეთებ, მე მომეხმარები ამის ასნაში. ზაფხილას მოვეკიდოთ. ხო, ძალიან პარადოქსალურ საკითხს უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენ რო ვეძახით ეგრეთ წოდებულ მოშინაურებელ შინაურ ცხოველთა საუფლოს, ესე ვეძახი ფრინველსაც, პარკს, ივს, ძროხას, კატამს, სხვას და ასე შემდეგ. რა მოხდა, რატომ ჩვენ ხელში ამ ცხოველებმა აკარგეს ის გემობრივი თვისებების, ჯანმრთელობაც დაუქვეითდათ. მოდი უბრალო ენით ვთქვათ, რომ ბრალი არ დავუდონ. შეიძლება ჩვენმა არასწორმა ცხოვრების წესმა იქაც ხომ არ უაიძულეთ ეს ცხოველები ესეთი არასწორი ცხოვრების წესით ეცხოვრათ, რომ დღეს მაგალითად ახლა მოდაშია ესეთი დამატებითი საკვები, ყველაზე ცნობილი სიტყვას ვუწევთ პრემიქსი, ყველა მიცის. ანუ ეს არის რაღაცა კომპონენტები, ზოგი ამბობს რომ ეს სწორია, ზოგი ამბობს რომ ეს არ არის სწორი, აბა რა ვქნათ, მაგრამ ახლა ფაქტი ჯიუტია, ეს არის არანორმალური არჩევანი, ეს უკვე დიდი სათვალები არ ჭირდება, რომ ხორცის არამარტივი ხო და ეს საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ამას ჩვენ მოვიხმართ, ჩვენი შვილები მოიხმარენ და რა ბუმერანგის პრინციპით დაბრუნდება ეს პროცესები ჩვენ ხო შევთანხმდით ამაზე არ ვილაპარაკოთ ამაზე უფრო ჩვენ შეიძლება აზრი წარმოვთქვათ, მაგრამ ამაზე უფრო კარგად მე ჩვენი მაყურებელი თუ მსმენელი ავილად აკეთებს აქცენტებს. მოდით ეს თემა გავიაროთ და ჩვენ გამოსავალზე ვისაუბროთ. ჩვენ ხო ვთქვით, ჩვენ ვლაპარაკობთ პრობლემაზე, მაგრამ თუ გამოსავალი არ აქვს, მაშინ დრო არ უნდა დააგარღვინო არც შენ თავს და არც ეზე მონდობილ მაყურებელს, ხო? თემას ასე ვთქვით. მოდით ყველა გადაცემაში თითოეულ ამ შინაურ ცხოველებს ჩვენ დავუხმეთ კატამსაც, როხასაც რაღაც გარკვეული გადაცემა გადააშავა, ჩვენ საყვარელმა ყუტუნამ, ხო? სამი გოჯის პერსონაჟებიდან გამომდინარე ერთი პატარა სცენა გავაცოცხლოთ ოღონდ რა თქმა უნდა რეალურ სივრცეში. ვიცით რომ რაღაც სასწაულია ხო ბუნების მიერ შექმნილი. ორი ამღორს 12 ძუძუ აქვს, 12 ძუძუს შესაბამისად 12 გოჯი ყავს, არ შეშლია ბუნებას ეს მათემატიკა და ეს გეომეტრია აბსოლუტურად სწორად იცის ბუნება. როგორ უნდა ყვებოს, რამდენი უნდა გააჩინოს, მაგრამ აქ დგება საკითხი. 12-ვე გოჯი დღევანდელმა ადამიანმა ეს ბუნების ნობათია, მიიღო, ბედნიერია, უკვე დალაგებულია გეგმა, ზოგი ახალწლისთვის უნდა გაზარდოს, ვიღაცას უნდა აჩუქოს, ვიღაცა რაღაცა, მაგრამ ახლა ფაქტი ჯიუტია, რომ მის გეგმებში ყველაფერი შედის. აბსოლუტურად ყველაფერი შედის. როგორ უნდა ამას მონეტიზაცია გაუკეთოს და როგორ გაგიდოს და საბოლოო ჯამში იმით კიდე რაღაცა შეიძინოს, მაგრამ ახლა რასაც ახლა ვიტყვით. ნახევარსაათი 40 წუთი დაგჭირდა რომ ეს გაგვებედა რომ გეთქვა, მაგრამ რა ხდება? როდესაც შენ ბუნება ყვებავს. ბუნება გაძლევს ამდენ საოცარ საკითხებს ჭრის, ხო? აქ არის კენკრიდან დაწყებული და გარეული ცხოველები და ფრინველები და უფრო გემრიელია თუნდაც ის კატამი და უფრო გემრიელია დაუშვათ იმის თუ გარეული ღორის ხორცი, ხო? ბოდიში იმას არ უკეთებენ რაღაც ოპერაციებს და რაღაცა და არაჭრიან და რაღაც გემრიელია, იმიტომ რომ ყოზე გაზდილი და წაბზე გაზდილი და ამას ჩვენ ხლა შეიძლება ამ სინონიმებს ვიხსენიებთ, ხო? მაგრამ ახლა მოდი ეს რაღაცა ვთქვათ. ეს 12 გოჯიდან ნეტა 1, 3-4 გოჯი როგორც ახლა ფუტკარს ხო ვისაუბრეთ, ფუტკარსაც უნდა დაუტოვო, ხო, რაღაცა რომ აბრი რომ მოგცა იქ 40 კილო და ერთი მე ვიცი 4-5 კილო დაუტოვე, ახლა ვინ წესია, მაგრამ ახლა შენ რო ეს ბუნება
რომ ამ ხელა რაღაცა ნობას გაზებდა და შენც 1-3-4 რომ ისევ შენ და სასიკეთოთ დღეს რომ აჩუქო და დღეში რომ გასცე. როგორი სათქმელი თვითონ უნდა შევხედო კამერაში. როგორი ამბავია რომ ეს უნდა გასცე და როგორ არის რაღაც 3-4 გოჭი კაცმა უკვე კალკულატორზე გადათვალა შესანიშნავი თუ მithumedes გაზარდა და კიდე ხორცის მასატაქცია ამ ხელა ფულია, ხო? თურმე აღმოჩნდა რომ ბუნების იმ საოცარ კანონიკაში უნდა გასცეს და აი გარეთის გასული გოჭი რომელიც რა თქმა უნდა ან გელი შეჭამს და ან გლისფერი ტურა იქაც ყოფილა რაღაც საოცარი ფილტრი როდესაც ის ძლიერი ერთი მაინც გადარჩება შემოირბეს ამ წრეს იმიტომ რომ ის მამლები გარეთ დარბიან აუცილებლად დამაკდება ჯამთელი ჯიშიანი მამალი ყორისაგან და გვიან შემოდგომაზე და ამის არაერთი ისტორია მოვისმინე არაერთი მთაშიც ბარშიც როგორ რაღაცა დითოვში გარბოდა ეს ორი თუ რაღაცა გარკვეული პრობლემების ყალიდობის გამო და მე ბრუნდებოდა მთელი კოლტიც თუმცა რაღაცა იქაც საოცრება ხდება იმიტომ რომ ჩვენი ცოდნის ზღვარი სამწუხაროდ სადღაც წყდება ხო და იქ მე ხვდები რომ ბუნება საოცარ რაღაცებს აკეთებს თავარი სპარამარი ალექსანდრე ჩემი აზრით რომ ნახე რა ხდება ხოცალსაკი დამიხილეთ ჩვენ ეს უნარჩემო ლაბორატორია როგორც შევდაარქვი და მე ცენტრაფუგა ხო თან მოსაზღვრეთ არიან ეხლა ურთიერთისგან დამოუკიდებლად ვერ იქნებიან იმიტომ რომ როგორც იცით უფალმა ყველაფერი პირდაპირ თუ იღებათ ურთიერთ დამოკიდებულებაში ამყოფა ასე შექმნა ყველაფერი რომ ცალკე დამოუკიდებლად არაფერი არ არსებობს ბუნებრივი ხეს მოსაზღვრე ტერიტორიები შესაძლოა კარგად გააკეთე ხო ვიდრე ამ თემაზე გადახვიდოდი ხო ანუ ფაქტია რომ ახლა ისინი განხენებულად ვერ იქნებიან აი რომ წარმოვიდგინო რაღაცა ფორმით დამოკიდებულება შრომნა იყვნენ შენ ფაქტიურად ახლა ამ ორი ავტონომიური ადგილის დამოკიდებულების გამომვლენი ფორმა აღწერე ანუ რა ფორმით შეიძლება იყოს ეს ორი სივრცე ურთიერთთან დამოკიდებული დავუშვათ რა ეს იმიტომ რომ ჩათვალო რომ არ არიან აბსოლუტურად ურთიერთთან კავშირში, ნუ ახლა შეგიძლია ჩათვალება შენია. და აპრიორი ჩვენი მოწოდება არასოდეს არ არის ჩვენი დასაწყისში ვთქვით, რომ ჩვენებას ვიძლევით იმ წოდებში რას ავაწყდით რა იყო. სოსო, ნახე, იქ დღეში იმ ველურ გარემოში იქ თვითონ თანამშრომლობენ ეს ირმების და მგლებიც. მაგრამ აი აქ შე რომ გონიერი ადამიანი ხარ და ჯიში და გენეტიკა რო უდეგრადირდება არასწორი კვების მოვლენების ხომ არ უნდა აი ზუსტად ეს მინდა რაზეც შენ მესაუბრე გაგიცემამდე რომ ზუსტად ტყეში რომ უშვებს და ტყეში ნუ არ მინდა ვთქვა იმ ოქსფორდსა თუ კემბრიჯს გადის და ყველაზე ის ძლიერი თვისებები ანუ ინფილტრაციას გადის ეს ცხოველი და გაძლიერებული იმუნიტეტითა და გადარჩენილი აი ეს ჯიშიანი ესე ვთქვათ გენეტიკური უკანგიბული აი ეს არის ცეღონაც იგივე თქვი მაგრამ ადამი აქ ნახერაში შეიძლება ადამიანი თელი ცხოვრება არ გაუშვას თავის სიხარბის გამო არა მასწავლებლის გამო რო არის ესე ის გონიერება თავარი მაინც რა არის ანუ ნახე ცალ-ცალკე გამიხილეთ ჩვენ ეს არის დამოუკიდებლად ვერ იქნებოდნენ იმიტომ რომ ყველაფერი დამოუკიდება აი შეიძლება ხა მავანმა აი ძალიან უნდა მოინდომოს რომ რაღაცნაირად არის მოიწეროს მე ამ თვალსთან დავიკავშირდეს რომ არა ეს ხო არსებობს რაღაც აი პირდაპირ ვიძახი ხო ეხლა აი კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო ეხლა რაც შენ თქვი ეხლა ეს არ არის ეხლა მარტივი ხო ამის და არაკომფორტულ სიტუაციაში ერთი შეხედვით საკუთარი თავის ჩაყენება მაგრამ იმდენად დიდია ნუ წყალებში სტუნება იმისა რომ რაღაცა ჯერ გადმოხსენის რაც ვიცი ხო ახლა ნება შენია გიდმიე გინდა რა მაგრამ ფაქტი ერთი რამ არის რომ ამ მიმართულებით რეგრესია და პროგრესია არის რას დრო გადის და ხომ არ არის ამაში რაღაც რაციონალური მარცვალი ამ კუთხით შეხედე მით უფრო აი მე რამდენიმე მეორე ამ მომენტს რომ ესენი დამოუკიდებლად ვერ იქნებიან თქვა ეს ორი სივრცე ორი ლაბორატორია როგორც შენ დაარქვეს უნარჩენო შინაური ცხოველთა და ეს გარკვეულ ცხოველთა რადგან ესენი ახლოს არიან რაღაცა ფორმით აი ლოგიკას მითხა ლოგიკა უთხოვნი მეცნიერება რაღაცა ფორმით ხოლმე ითანამშრომლობენ ანუ
დამოკიდებულებაში უნდა იყვნენ რაღაცნაირად და შეიძლება სხვა იგივე იფიქროს და დამატებით თქვა აღწევოს ეს დამოკიდებულების ფორმები, მაგრამ ასეთი ფორმა, ასეთი რომ ისე იყვნენ ურთიერთთან დაკავშირებულ საბოლოო ჯამში ეს მუშაობდეს ისევ ჩვენზე ადამიანებზე, ვინაიდან შემდგომ ეს მე კარგად გვიან შემოდგომაზე გამის კოლს როგორც ის კაცებზე რო ისაუბრე 21 წელს რო წამოუძღვება ეს რო დაკარგული მოგეგონა ესეც აი ესე რო წამოოდა თავის ჯიშიან პატარა გოჭას რო მოგაყენებს კარზე ხომ არ არის ბირბინი ამ ორი ციფრის ურთიერთობა იცი ახლა შენ ლაბარაკში ხო ის ხوار ადამიანს ესე რაღაცა აზრით გიჩდება რომელსაც აი რა თქმა უნდა გიფიქრია მაგრამ ზუსტად რომ მოერგო შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ტრიქონები რასაც გასცემ შენია რაც არა დაკარგულია ზუსტად ეს ის მომენტია რომ თურმე შენ უნდა გასცე რა როგორი ვარიანტია ხო ამას რა მაგალითი უნდა მოიყვანო ნუ გაეცი და დაკარგულია მაგრამ თუ არ გაეცი მაშინ შენ ძალიან ბევრ რამეს კარგავ ზუსტად ეს არა საოცრად დაემთხვა რომ ბუნებრივად მომივიდე იმიტომ რომ თურმე ესე იგი ბუნებას ზუსტად ეს საოცარი კანონები აქვს როგორც თუ არ მინდა რომ დაგიჯერო რას გეტყვით ეგ მაგაზე არ არის ნახა არა ნუ არა ამ შემთხვევაში ჩემთვის ასე დაგენერირდა იმიტომ რომ ეს ასე მოდით ახლა პატარა შევაჯამოთ და გადაცემით ხუცი ყველაფერი დასაზრულია თავის დროში ესე იგი ჩვენ გვაქვს დაბალი სიხშირული ენერგია ახლა დღეს მოდაში ასეთ საუბარი ეს არის ბალახი მარცვალი წყალი მე არის გეომეტრიული რაღაცა ტრანსფორმაცია ეს არის როხა ღორი ქათამი და მე არის მაღალი სიმკვრივის ენერგია ზე ხორცი კვერცხი და ყველაზე მთავარი ეს ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი მიზანი რა თქმა უნდა წყალებში ეს ლაბორატორია ეს არის მაღალი სიმკვრივის საწვავი იქნება ექსკლუზიურად ადამიანის გონების უზრუნველსაყოფად რათა მან შეძლოს წამის დაჭერა ზუსტად იმ ყოფიერებით უნდა შექმნას მისი ცნობიერება და ნეტავ ეს ვითაც დავიწყეთ გადაცემა მინდოდეს ეს რეზიუმე გაგვეკეთებინა ზუსტად ამაში ხომ არ არის რატო ვისაუბრეთ ხო ახლა ცოტა რთული რაღაცა დასაწყისი იყო და აი აქ უნდა შეკრულიყო ის ფრაქტალური ლოგიკა ის დო რე მი ფა სოლ ლა სი იმ ოქტავად უნდა შეკრულიყო რომ როგორ არის ეს ჯაჭვი ასე დიდი სიბრძნით შემოქმედის მიერ შექმნილი და ხომ არ დადგა დრო რომ უბრალოდ ბუნების ენა უნდა გავიგოთ ხალხო უნდა მივხვდეთ ბუნებას რა ქონდა ჩაფიქრებული ის გზა რაც ავირჩიეთ ჩვენ და სამწუხაროდ ნუ ნელობით ჩიხისკენ მიგვაქანებს დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ჩვენს მაყურებელს დღევანდელი დღისათვის მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ბედნიერება ჯანმრთელობას ჩვენ კი რასაც შევძლებთ ნელობით თქვენს გვერდით ის რაც ვისწავლეთ და გავიგეთ თქვენ გაგიზიარებთ წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის ნახვამდის დაგემშვიდობებით კეთილი სულელებით